4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის ჩართულობის საკითხი ჯერ კიდევ განხილვადი თემაა, რადგან ამ დრომდე ხელისუფლების ოპონენტთა შორის საერთო კონსენსუსი არ შემდგარა. ბარიერ გადალახულთაგან ორი პოლიტიკური გუნდი არჩევნების ბოიკოტის რეჟიმში რჩება. ორს კი სავარაუდოდ საარჩევნო ყუთებთან მისული ელექტორატი ბიულეტენზე იხილავს. კოალიცია ცვლილებებისთვის და ერთობა ნაცმოძრაობა კატეგორიულად უარს ამბობს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე. ლელოსა და გახარიას პარტიის ლიდერების აზრით კი არჩევნების ბოიკოტი ქართული ოცნების წინაშე კაპიტულაციას ნიშნავს. უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ვკითხეთ ადგილობრივებსაც, რომლებმაც არაერთგვაროვანი პოზიცია დააფიქსირეს. წარმოდგენა არ აქვს, მაგაზე მეც ვფიქრობ. ერთ მხარესაც უსმენ. მეორე მხარესაც უსმინდა. ჩემი აზრი ახლა ნაკლებად ისა რომ იმათაც აქვს არგუმენტები, ამათაც აქვს არგუმენტები, მაგრამ გაერთიანებას და ერთად დგომას არ ჯობია ჩემი აზრით არაფერი. ბოლოს და ბოლოს მიზანი თუ ერთია, ამის საშუალებისთვის უნდა გაერთიანდნენ. ოპოზიცია არის აზრის გაცვლის საშუალება თუ არის, რომ ამ პოზიციაზე ვინც არის ახლა იმას თუ უკეთეს რაღაცას ურჩევს ეს ოპოზიცია, ეს არის ოპოზიცია არა ლანძღვა და ერთმანეთის დედესგინება, ეს არაფერი ოპოზიცია არ არის. ეს არის მავნებლობა, მეტი არაფერი. ჩემი აზრით უნდა მიიღოს. მათი გადასაწყვეტია, მაგრამ მე მათ ადგილზე მივიღებდი მონაწილეობას. არჩევანი რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი, ეს მათთვისაც კარგია და ქვეყნისთვისაც. ამიტომ ჯობია რომ რაც უფრო მეტი პოლიტიკური ძალა მიიღოს მონაწილეობას, მით უკეთესი მე ასე ვფიქრობ. არჩევნებში არ ვიცი, მაინც ვერ გეიმარჯვებენ, სანამ იქნებიან. ოპოზიციამ არანაირად არ უნდა მიიღოს უფლება, არ უნდა დაუშვან, იმიტომ რომ ამოგვიყვანეს უკვე ხელში. ფიქრობენ ფულზე და არა მოსახლეობაზე. არავისი არ ფიქრობენ, მაგერი ჯიბე როგორ გაისქელონ, იმაზე ფიქრობენ. ოპოზიციას აუდა ამოგვიყვანა კისერში. ერთი და ოხერია სულ ყველა მაგ. საქართველოს მომავალი თუ ჭირდება, ოპოზიციაც უნდა იყოს ეგ და პოზიციაც. აი ესე ვერანაირად ვერაფერი ვერ მოხდება ქვეყანაში რა. ჩემი აზრი ეს არის. თავად უკეთიციან საყვარელო, მე არ ვიცი. ვიცი, არც ეც არაფერი არ გუკეთებია იმდენად, მაინც ამაც. არც ეთის იმედი არ მაქვს მე. უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ხალხი ვის დაუდგება, გვერდში უნდა დაენახოს, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ელექტორატი მუნიციპალიტეტებში მერებსა და საკრებულოს შემადგენლობას აირჩევს. გამარჯობათ, მე ვარ გია ტუღუში, ბათუმიდან, მწერალი. ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა, მწერლისა და პოეტის გია ტუღუშის ამ სახელწოდების გადაცემა ტელეკომპანია არგოს ახალი შეთავაზება იქნება მაყურებლისთვის. საავტორო გადაცემაში გია ტუღუში თავის მოსაზრებებს გააზიარებს წიგნზე, ლიტერატურაზე, მის ღირებულებასა და დანიშნულებაზე. მეტიც, როგორც გადაცემის ავტორი სპექტრთან ამბობს, ეს იქნება აზრის საჯარო გამოთქმა და ტკბობა ლიტერატურით, რომლის მიმდინარეობისას მაყურებელი ბევრ რამეს აღმოაჩენს ლიტერატურულ პროცესებზე, კონკრეტულ ავტორებსა და ტექსტებზე. იმავდროულად გადაცემაში იქნება ერთგვარი შეგონება წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე. ბევრი დრო ლიტერატურას, ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი. მამაო ჩვენოში ამ საყოველთაოდ ცნობილ ლოცვაში, პური ჩვენი არსობისაში იგულისხმება რა თქმა უნდა სიყვარულის პური, რომ ჩვენ გადაგვარჩენს სიყვარული და ეს სათაური, რომელიც მე შევქმენი, ასე ვთქვათ, მე დავარქვი ამ გადაცემას, ამ ჩვენს გადაცემას ეს სათაური პირველ რიგში მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გადაგვარჩენს ლიტერატურა და ეს მართლაც ასეა. რა თქმა უნდა, გადაცემები იქნება ძირითადად მონოლოგიური, მაგრამ არ იქნება პრობლემა, რომ მოვიცვიოთ ასევე სხვა ფილოსოფოსი, პოეტი, მწერალი თუ ლიტერატურათმცოდნე და გავმართოთ დაუშვათ დიალოგური საუბრები და პირველ რიგში ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი საზოგადოების აზროვნების თვალსაწიერის გაფართოებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მე უკვე ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირადად მე ცხოვრებაში, როდესაც დამიდგა სულიერი კრიზისი, გადამარჩინა სწორედაც რომ წიგნმა და ლიტერატურამ. ლიტერატურა უპირველეს ყოვლისა ეთერში თვეში ერთხელ გავა. ბოლო პარასკევს საღამოს 10 საათზე. ამას გარდა მისი ნახვა მაყურებელს შეეძლება არგოს ოფიციალურ ვებ და Facebook გვერდებზე.
მეორე საჯარო სკოლის მეოთხე კლასელებმა პირველ მასწავლებელთან გამომშვიდობება შემოქმედებითი საღამოთი აღნიშნეს. ღონისძიება ვარინკა მაჭავარიანი წერეთლის სახელობის თეატრონზე გაიმართა. წლის შემაჯამებელი აქტივობა მოსწავლეთა მიერ განათლების სფეროში არსებულ მიღწევებთან ერთად გაჯერებული იყო ვოკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით. პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი მხატვრული ღონისძიება დაახლოებით საათნახევრის მანძილზე გრძელდებოდა. თითოეულმა მონაწილემ თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება შეძლო და დამსწრე აუდიტორიისგან ადეკვატური რეაქციები დაიმსახურა. ხატვა არის ჩემთვის ჰობი, უკვე პროფესია. ეს არის ჩემი თავის შესაქცევი. როდესაც აი მაგალითად აღელვებული ვარ, შემიძლია ვხატო და ამით დამშვიდდე. რავი, ბუნებაშიც შემიძლია ხატვა, რომელიც უფრო მომშვიდებს, ასე რომ ვთქვათ. პეიზაჟების ხატვა არის უფრო ჩემი განტვირთვის წყარო და ასევე მომწონს პორტრეტების ხატვა. არ მაქვს ესეთი განწყობა, რომ აი მაგალითად არ მინდა ხატვა, ვერ დავხატავ, ნახატი არ გამომივა, ან არ იქნება ისეთი, როგორიც მსურს. ხატვით დავინტერესდი ბაღის ასაკიდანაც, შემდეგ უკვე სკოლაშიც განვაგრძობდი ხატვას, ასე თუ ისევ და შემდეგ უკვე 10-11 წლის ასაკში შევედი ამ ხატვის გაკვეთილებზე, რომელიც იყო ონლაინ. და ვხატავდი 6 თვის განმავლობაში. შემდეგ უკვე როდესაც მივხვდი, რომ ჩემითაც შემიძლია მის გაკეთება, რასაც იქ მასწავლიდნენ და ჩემით გაკეთებული უფრო მსიამოვნებდა, უკვე თანდათან დავიწყე ჩემით ნახატების ხატვა, გამოვედი სამხატვროდან და უფრო მსიამოვნებდა ჩემით შესრულებული ნახატების ხატვა. განსაკუთრებულია, ჩემი პირველი გამოფენა არის, ეს უფრო განსაკუთრებულს ხდის მას. და ესე რომ ვთქვათ, ჩემთვის არის უდიდესი мотиваცია. ამ გამოფენის ესე რომ ვთქვათ, საფუძველი არის ქალბატონი იზა ღიბრაძე, რომელსაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი და ასევე ქალბატონი ნათია რუბაქიძე. სკილვილის კურსი არის და მასწავლიან გრაფიკულ დიზაინს. გრაფიკული დიზაინით თავიდანაც ვიყავი დაინტერესებული, რადგან ხატვის მხრივ წარმატგება, ხატვას ასე რომ ვთქვათ და ძალიან მომწონს ეს კურსები. მასწავლიან ფოტოშოპში და ედობში ესე რომ ვთქვათ დიზაინის შექმნას, რომელიც ძალიან გამომადგება მომავალი პროფესიისათვის. როგორც ასევე აღნიშნა ქალბატონმა იზამ, ავიღე ბოლოს სერტიფიკატს, რომელიც არის საერთაშორისო და ნებისმიერ ესე რომ ვთქვათ ქვეყანაშიც შევძლებ დასაქმებას. ჩემი მომავალი წარმომიდგენია ამ განხრით. ფიქრობდი უცხოენების განხრით, რადგან ძალიან მსიამოვნებს ასევე ეს საქმიანობა, ინგლისურის სწავლა ჩემთვის ძალიან მარტივია და ძალიან მსიამოვნებს ასევე, მაგრამ ამ ჩემმა გამოფენებმა, ჩემმა წარმატებებმა უფრო მომცა мотиваცია, რომ გამეგრძელებინა ეს მხარე რა და შემდეგ უკვე გადავწყვიტე, რომ გავყოლოდი მხატვრობას. ჩემთან ატოდებს ვეტყვი, რომ ჩემს ასაკში ეს გამოფენა და ესეთი მხარდაჭერა ბევრს არ აქვს და მინდა რომ იმათ, ვინც მაგალითად დაინტერესებული არიან რაიმე პროფესიით. არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია გააგრძელონ ის გზა. გზაზე შეხვდება ძალიან დიდი დაბრკოლებები უამრავი, მაგრამ ამ დაბრკოლებების გადალახვით მივლიან იმ საბოლოო მიზნამდე, რაც კი ოცნება გქონდათ და სურდათ. და ის რომ ვთქვათ, არ უნდა დანებდნენ და გააგრძელონ წინსვლა.